ღვინო რომ დავასხათ, ჯერ უნდა ბოთლი გავხსნათ. ავიღებთ ბოთლის გასახსნელს, გავხსნით დანის ნაწილს, ეს არის ჩაჩის შემოსაჭრელი ნაწილი. ეს არის ღვინის ბოთლის ჩაჩი, რომელიც უნდა შემოვჭრათ. ამისთვის გვჭირდება ეს დანა. პატარა დანა, რომელიც თითქმის ყველა ბოთლის გასახსნელს აქვს. ჩაჩს ვჭრით აი ამ ქვედა გამოწეულ ადგილზე, ყელის გამოწეულ ადგილზე და არა აი აქ ზემოთ, ხო? ხშირად ჩაჩს მოყვება ხოლმე თავისი გასახსნელი, ესეთი პატარა გამოწეული ენასავით, რომელსაც ყიდებენ და იმით იხსნიან ხოლმე, ეგ არის არაპროფესიონალური. პროფესიონალურად რომ გახსნათ, დანა უნდა მიიტანოთ აი ამ ადგილზე და დააწვეთ რაც შეიძლება კარგად და შემოჭრათ აი ასე. მერე გადმოატრიალებთ აქეთ მეორე მხარეს, დააფიქსირებთ ასე და შემოჭრით აი ასე. აქეთ ხარეს. მერე ერთ ჩაჭრას კიდე აი აქ გავაკეთებთ ესე შუაში და შევუყრით ამის წვერს, მოვხსნით ესე ლამაზად ამ ზედა ნაწილს, რომელიც ნაგავია და გადავაგდებთ. შემდეგ უკვე ხსნით მთლიანად გასახსნელს. ეს არის გასახსნელის სპირალი, რომელსაც ვაფიქსირებთ ესე ორი თითით. აი აქედან იქიდან ყველა მხრიდან. სადამდეც მიწვდება თითები არ აქვს მნიშვნელობა, თავარია კარგად დავაფიქსიროთ და ამ სპირალის წვერს ვაჭობთ საცობის შუაში. კარგად დავაწვევით, რომ კარგად ჩაეჭოთ და ერთ მოტრიალებას ესე გავაკეთებთ. ხელს გავუშვებთ, ეს უკვე მყარად არის. შეგვიძლია მერე დავატრიალოთ. არ ვაწვევით დატრიალებისას, უბრალოდ ვატრიალებთ. მივიყოთ ამ დონემდე, როდესაც სპირალის ერთი რკალი არის დარჩენილი. დავაფიქსირებთ ბერკეტს ბოთლის ყელზე და ვიწყებთ ამოწევას. ამოწევთ აი აქ. ესე ფრთხილად. შემდეგ მეორე საფეხურს დავაფიქსირებთ და კიდე ამოვწევთ. ცოტა ძნელად ჩანს, მაგრამ ძალიან ადვილია. ესე ვატრიალებთ შვიდად. ამოვიღებთ.